ქალწულებით განმშვენებული, წამებით გაბრწყინებული, სასწაულმოქმედი, სენთა და ბუქრთა მკურნალი, 17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ღირსი იოანე დამასკელის ხსენების დღეც აღინიშნება. იულოცავ სრულიად საქართველოს წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღესასწაულს. ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღე არის. საქართველოსათვის დღევანდელი დღე, რამე თუ ძალიან შეიყვარა წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე ქართველმა ხალხმა და მე წეღანაც აღვნიშნე გადაგების დროს და თქვი რომ მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა ადამიანი ეკლესიური და დადის თუ არა ის წირვა-ლოცვაზე, მაინც თავისი საშუალებიდან გამომდინარე, თავისი ცოდნიდან გამომდინარე აღნიშნავს ხოლმე ამ დღესასწაულს. დღეს სავსე იყო ტაძარი პატარა ბავშვებით, რომელთა განსაკუთრებული შემწირდა მფარველი არის წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე და ვიცით რომ წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ევედრებიან რომ უზიარებელი არ გარდაიცვალოს ადამიანი და განსაკუთრებულად ევედრებიან ჩვილთა ჯანმრთელობისა და წარმატებული ცხოვრებისათვის და ალბათ ეს იყო მიზეზი ამ ყველაფრისა. ილოცავთ ამ დღესასწაულს, ღმერთმა დაალოცოს სრულიად საქართველოს, წმინდა ბარბარე შეეწიოს სრულიად საქართველოს თითოეულ ზესტაფონს და ყველა ჩვენი ეკლესიის მკვიდრს და ჩვენი ეკლესიის შვილს. ღმერთმა გააგახაროთ. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს ბარბალობას და ეს რომ მრავალს ბავშვებსაც ყველაფერს სიკეთეს უსურვებთ. ულოცავ ყველა ბავშვს, ყველა ქართველ ადამიანს ულოცავ დღევანდელ დღეს. ხარავდეს წმინდა ბარბალეს მადლი და ძალი ყველას. წმინდა ბარბარე ფინიკიაში დაიბადა, წარჩინებული გვარიშვილის დიოსკორეს ოჯახში, რომელიც წარმართი იყო და კერპებს სცემდა თაყვანს. ბარბარე მისი ერთადერთი ასული იყო და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ მაღალი კოშკი აუშენა ქალიშვილს და შიგ ჩაკეტა, რადგან უზნეო ადამიანებს არ ეხილათ. ცოტა ხანში დიოსკორეს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიგო და შეიმეცნა ქრისტეს სახელი და მისი მოძღვრება. გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამ ჟამს მარხვასა და ლოცვაში იყო. მან ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. დასასჯელად მიმავალი ქალწული ღმერთს სთხოვდა ადამიანების კეთილდღეობას, არა მიახლოს მას უეცარი ავადმყოფობა და არა მიეწიოს მოულოდნელი სიკვდილი. ამიტომაცაა რომ ბარბარე ბავშვების მკურნალი და უზიარებლად წასული მიცვალებულების შემწედა მეოხია. სახელითა მამისა და დადისა და დასულისა წმინისათა. მოგეხსენებათ დღეს არის ხსენება წმინისა ქალწულმოწამისა ბარბარესი. ულოცავ დღევანდელ დღეს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას და ასე ულოცავ მრევლს, პატარებს, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, შეგწეოდეს წმინდა ბარბარეს მადლი და ღვთისწყალობით გაბრწყინებული იყოს და წმინდა ბარბარეს ლოცვით ჩვენი ეპარქია და სრულიად საქართველო. გილოცავთ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს უწმინდეს ჩვენს მეუფეს და ჩვენი ტაძრის მამებს ულოცავთ წმინდა ბარბარეს ხსენებას და შეეწიოს მთელ საქართველოს. წარმართმა მამამ არაპატია ქალიშვილს ქრისტიანობისკენ გადაბირება და თავი მოკვეთა. დიოსკორემ მალე მიიღო მართლმსაჯული ღმერთისგან კუთვნილი სასჯელი და მეხის დაცემით დაიწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევის ლავრაშია დაკრძალული. ტექნიკის მაღაზიებში ახლო მომავალში მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებული პერსონალი მოემსახურება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ელგუჯა ხუκრიშვილი ცვლილების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ოზონდამშლელი ნივთიერებები საყოფაცხოვრებო ტექნიკის არასწორი გამოყენებისას გამოიყოფა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს პროგრამის მე ვიცავ ოზონს ფარგლებში მოსახლეობისათვის რამდენიმე საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. აქციაში სასწავლო დაწესებულებები, არასამთავრობო სექტორი და ბიზნესმენები იყვნენ ჩართულნი. მოწესრიგდა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, ეს შეეხო
კვოტირების დაწესებას, სანებართო სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ თვითონ ტექნიკური მაღაზიების პერსონალის კონსულტანტების გადამზადება და სერტიფიცირება, რომლებიც მომხმარებელს დეტალურ სრულყოფილ ინფორმაციას მიეწოდებენ ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ. ოზონდამშლელი ნივთიერებები ძირითადად გამოიყენება ეს არის სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემებში, ასევე ჩვენ გეგმავთ, ანუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკური მომსახურება გახდება სერტიფიცირებული, რადგანაც ყველაზე დიდი გამოფრქვევა არასწორი მოხმარების დროს ხდება, რომ თვითონ ტექნიკური მომსახურება განხორციელდეს კვალიფიციური კადრების მიერ. ასევე გვაქვს საქართველოს წარმატებულად ახორციელებს ამ საერთაშორისო ვალდებულებას, რაც გულისხმობს თვითონ ოზონდამშლელი ნივთიერებების ეტაპობრივ შემცირებას. 2015 წელს ჩვენ ეტაპობრივად პირველი სამიზნე ინდიკატორი შევამჩნევთ და შემდეგ იქნება 2020 წელს, რომ ეტაპობრივად ფაქტიურად დავიყვანთ მინიმუმამდე ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებას. კიდევ ერთი შეთავაზება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ძველი დიზაინის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს და მისი ახლით შეცვლა სურს. ერთთვიანი აქციის ფარგლებში 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ახალი მოწმობის აღება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით 35-ის ნაცვლად 15 ლარი ეღირება. აქციის პირობების თანახმად მსურველები ახალ დოკუმენტს ხსენებულ ფასში სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და ამ შემთხვევაში გათავისუფლებიან ფოტოსურათის ღირებულების გადახდისაგან, რომლის ოდენობაც 3 ლარით განისაზღვრება. დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუწევთ. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ. აქციაში ჩართვა შეუძლიათ ასევე იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებული. ამ ტიპის აქცია ქვეყნის მოქალაქეებისათვის ზაფხულშიც მოეწყო, რომელიც მაშინაც ხანგრძლივობითა და პირობებით ახლის მსგავსი იყო, თუმცა იმდროინდელი შეთავაზებით ყველას არ უსარგებლია. გავიგე და ძალიან მოხარული ვარ, ძალიან კარგია ესეთი რაღაც რო ხდება. და დეკემბრის ბოლომდე აქ მე მგონი ვადა ხო და შევეცდები რომ მეც შევცვალო, მივესალმები ესეთ აქციას. რა ვიცი, დავრწმუნდებით ჯერაშია საქმე, რაფერ არის, რაფერ ჯობია გავაკეთებთ ისე? ალბათ ავიღებ მალე. ეხლა არის აქცია, 15 დოლარად არის პირადობის მოწმობა. ისარგებლებ თუ არა აი ამ აქციით? ვაპირებდი ახლა აღებას და თქმა უნდა ვისარგებლებ. ძალიან მესიამონა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ატარებს აქციას. მიუხედავად იმისა, რომ ღირდა საკმაოდ ძვირი და არ იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი, ნამდვილად ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და თუ კიდე რამე ესეთი აქციები ექნება, რაც მოსახლეობისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ყველანაირად მივესალმებით. შესანიშნავი პროექტია გადასარევი, მე მაგალითად თავისუფლად შემიძლია. გაიგებებულია და ვისარგებლო მაგიდა სკოლაში რომ მუშაობ მასწავლებლად, ყველა კოლექტივი მზად არის რომ მაგას შეიზინოს. ამ ეტაპამდე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფენებისათვის ქვეყნის მასშტაბით ID ბარათების მისაღებად იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით რამდენიმე აქცია ჩატარდა. ახალი დიზაინის პირადობის მოწმობები უფასოდ მიიღეს დევნილებმა, სხვადასხვა ომების მონაწილეებმა, სოციალურად დაუცველებმა და გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებმა. ამჯერად კი ეს შეზღუდვები მოხსნილია. ID ბარათის მიღება 15 ლარად ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც პირადობის მოწმობა დაკარგული აქვს.